მხატვრის ხელწერის უტყუარობის რადიკალურად კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა არ დაწყებულა მარტინ შვარცით და პოსტმოდერნის ციტირების ხელოვნებით, რომლის შესახებაც ჩვენ წინა ნაწილში ვისაუბრეთ. იმ დროს, როდესაც საფრანგეთში ფილმის ხელოვნება და კინოსერიოზულობა ღიად აღიარდა პაბლო პიკასომ და ჟორჟ ბრაკმა 1912 და 1913 წლებში დაიწყეს საგნების კუბისტური ფასეტირება. და ამითი მათ სურდათ მიეღწიათ საგნის სხვადასხვა ხედვის წერტილიდან წარმოდგენის სიმულტანობისათვის, რომლითაც ისინი ფილმს უპირისპირდებოდნენ, სადაც დროის თანმიმდევრობით სურათების მონაცვლეობა ხდებოდა. აქედან გამომდინარე, პიკასო და ბრაკი შეხვდნენ კითხვას სურათის მედიუმის იმიტაციის ძალისას და ძალის შესახებ და მისი მატერიალური ღირებულებების შესახებ. ამ პერიოდის ბევრ ნახატში, სადაც ძნელად შეიძლება ჯერ კიდევ პიკასოს ბრაკისაგან განსხვავება, ორივე მხატვარი იყენებს ისეთ მასალას, რომელიც ფერწერული სურათისათვის მანამდე უცხო იყო. მაგალითად, პიკასოსა და ბრაკის ამ წლების ნამუშევრებში ჩართულია ყოველდღიურობის ისეთი რეალური ფრაგმენტები, როგორიც არის გაზეთის ნამფლეთები, სატაპეტე ქაღალდის ნაჭრები, ჰიგიენური ქაღალდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი ინტეგრირებული ხდებოდა საღებავის გათვალისწინების გარეშე. და ეს მუშაობის ეს ფორმა გადმოიცემოდა უფრო როგორც მონტაჟი, ვიდრე რაღაც ახალი ხელოვნებაში. გაზეთისაგან განსხვავებით, საღებავი არ არის ყოველდღიურ გამოყენებაში. თუმცა მისი საშუალებით შეიძლება მოხდეს ისეთი მასალების იმიტირება, როგორიცაა მარმარილო, ან და ხე, ან საერთოდ საგნები შეიღებოს. ანუ ამითი მისი გამოხატვა გვინდა, რომ თავისი გამომსახველობითი შესაძლებლობებით საღებავი ემსგავსება რაღაც სხვას, ანუ ის თვითონ არ არის. პირველი იყო ბრაკი, რომელმაც დაიწყო საღებავის სხვადასხვაგვარი მანიპულაცია და აქ მინდა აღვნიშნო, რომ ბრაკის პირველი ხელობა იყო კედლის მღებავი. ბრაკი პირველი ხელობით იყო კედლის მღებავი. როდესაც ის აღმოჩნდა ფერწერაში, ის იყენებდა ამ ხელოსნურ ტექნიკას, და ეს ცოდნა, ბრაკის ეს ცოდნა პიკასომ თავისი მიზნებისთვის საკმაოდ გამოიყენა. საღებავი მათ ტექნიკაში წინ წამოიწევა როგორც მასალა, რომლისაგან ილუზიის წარმოება ხდება და მის გამოყენებას ეძლევა დავალება, რაღაცა ამოცანა უტყუარი სიტყვის თქმისა საღებავის როლის შესახებ სურათში. ამას ემატებოდა სხვა ტექნიკებიც, მაგალითად ზეთის საღებავებს ერეოდა ცილა, ნახერხი, გიფსი, შუშის ნამტვრევები და სხვადასხვა მასალები და ზოგ შემთხვევაში ისინი საღებავს პირდაპირ აყრილდნენ ქვიშასაც. აი ამ ხერხით უკვე გავლენას ახდენ და მასალის შემადგენლობა, რის შედეგადაც მათი დადება მასალის კონსისტენციის, ანუ შემადგენლობის შესაბამისად იცვლებოდა. ეს იწვევდა განსხვავებული ზედაპირების შექმნას. ასეთი შესრულებული სურათებიდან ზოგი ემსგავსებოდა შელესილ კედელს და ზოგი ფრესკას და წვრილი შუშის ნაჭრებს, ან და ქვიშის მარცვლების გამო მოელვარე რაღაც სიბრტყეებს. ვან გოგისაგან განსხვავებით, რომელიც სხვადასხვა ფერადოვან ზედაპირს ქმნიდა და დამახასიათებელი ფონჯის წერის მანერით დამკვიდრდა, პიკასო და ბრაკი ადრეულ კუბისტურ ნამუშევრებში ერიდებოდნენ პირადი დუქტუსის დამკვიდრებას. აქ არ იქმნება, მათ ნამუშევრებში არ იქმნება ფერის მოდელირება, არამედ წარმოიქმნება მექანიკური ფაქტურა. ანუ ხდება ზედაპირის გაფორმება
რომელშიც მექანოფაქტურასთან ერთად ყოფითი მასალებიც ხდება. ანუ დამუშავების ასეთი ხერხით ხდება ხელის თუ ხელწერის თუ გნებავთ არაპერსონალიზირება. თუ მაგალითად აქამდე ფერწერა ძლიერად ეწინააღმდეგებოდა, ვიდრე სხვა ჟანრები ძლიერად ეწინააღმდეგებოდა ინდუსტრიულ მოდერნიზირების პროცესს და მასთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესების ცვლილებებს, ტექნიკისა და ინდუსტრიული მასალების ათვისებით იწყება ანონიმური პროდუქციის თემატიზირება, რაც ზუსტად განაპირობებდა კიდევ აი ამ ხელწერის არაპერსონალიზირებას, როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ. ვასილი კანდინსკი გაოცებით ამბობდა, რომ პიკასო ჯერ კიდევ 1911 წლის კუბისტურ ნამუშევრებში, მიუხედავად მისი იმ ტენდენციისა, რომელიც მატერიალურობის განადგურებას ითვალისწინებდა, სხვადასხვა საგნების დაჩეხვით, არც ერთ შემთხვევაში ინტერესდებოდა მატერიალურობისაგან განთავისუფლებით, რომ პირიქით პიკასოს გამიზნული ქონდა კანდინსკის ვარაუდით, პიკასოს გამიზნული ქონდა უცნაური ფორმით მატერიალურობის შენარჩუნება. კანდინსკისგან განსხვავებით, მორის რეინალი 1921 წელს პიკასოს მასალათა არჩევანს კუბისტურ სურათებში აფასებდა როგორც განსაკუთრებულს და ახალს და აცხადებდა, რომ ამ ტენდენციით ის მიდიოდა ნამდვილ რეალობასთან და რომ ელემენტების რეალობიდან აღებისა და გამოყენების პროცესით თავისი პრეტენზიით უტყუარობაზე ის ფოტოგრაფიას უტოლდებოდა. და შეიძლება უსწრებდა კიდევაც ფოტოგრაფიას, რადგანაც მან დაიწყო რეალური მასალებისა და საგნების ინტეგრირება სურათში, რაც უფრო აახლოვებდა სურათს რეალობასთან, ვიდრე ფოტოგრაფიას. აა 1940-იან წლებში დაწყებული საფრანგეთიდან ევროპელი მხატვრები ჯანყდებოდნენ არა მხოლოდ სწორკუთხედისა და მექანოფაქტურის წინააღმდეგ, არამედ ფერწერის, ბრტყელი ზედაპირის, სუფთა ფერებისა და მკაფიო ფორმების წინააღმდეგ. ფერისა და მასალის ნამდვილი მოწინააღმდეგები იყვნენ ჟონ ფურტრიე და ჟონ დუბუფე, ეს ორი ფრანგი მხატვარი, რომელთათვის მნიშვნელოვანი იყო არა მასალის ამაღლება ფორმის საშუალებით, არამედ ფიზიკური საშუალებებით. 1945 და 46 წლებში ნაჩვენები იქნა გამოფენები ფურტრიესა და დუბუფეს მასალის პრობლემასთან დაკავშირებული ნამუშევრებისა. ორივე მხატვარი საღებავს როგორც მასალას, როგორც პიგმენტს ექცეოდა პროგრამატულად, რათა ამითი სრულიად სხვა ხელოვნება შეექმნათ. ის სურათები, რომლებშიც დუბუფე ქვიშას და ხრეშს იყენებდა, მასალად კიდევ უფრო ამძაფრებდა მის მიერ შექმნილ ლეგენდას, თითქოს ისინი ჭუჭყისგან, გუდრონისგან, ასფალტისგან იყვნენ შექმნილნი. ანუ ასეთ უკიდურესად დაქვეითებულად შეფასებული მასალების გამოყენებით, მას იგი მიანიშნებდა ქალაქთმშენებლობაზე. ჟონ დუბუფეს ერთ-ერთი სურათი მრავალსართულიანი სახლისა, და შემდეგი მეორე სურათი, როდესაც ქალაქის ინტენსივობა და ინტენსიური მოძრაობა წარმოდგენილი.
დუბუფე ისე მანიპულირებდა საღებავის პასტას, რომ სურათზე სხვა აღარაფერი ჩანდა, გარდა იმ დაბალი ყოველდღიური მასალისა თავისი დანიშნულებით. დუბუფე მასალას უყურებდა როგორც მემკვიდრეობა წართმეულთა იმედს და ამით ხაზს უსვამდა იმ მიმართულებას, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ესთეტიური ტრადიციისგან ოკუპირებული და არც სახელდებული, ანუ განსაზღვრული. იმის უარყოფა, რაც ფერწერაში ფორმატი იყო მიჩნეული, რომელსაც მასალის დემონსტრირება უნდა გაეკეთებინა, მიჩნეული იყო ესთეტიურ ბარბაროსობად. და კრიტიკოსების თვალსაზრისით ეს იყო მათთან, დუბუფესთან და ფუტრიესთან გამპირობებული ორმაგი ნაციონალურ სოციალიზმთან დაკავშირებული პრობლემით. ერთი, რომ ამ დროს არსებული ხელოვნების დოქტრინის გაუქმება ხდებოდა და მეორე, მასალის მიმენტური დაახლოებით განადგურებასთან. დუბუფე ამეთი იმ პოზიციის მოდიფიცირებას ახდენდა, რომელიც ფუტრიემ ჯერ კიდევ საფრანგეთის დაკავების დროს შექმნილ სურათში ოტაჟეს კონტურებში მოაქცია. ახლავე გაჩვენებთ სურათს ფუტრიეს მიერ შესრულებულ სურათს ოტაჟეს. ფუტრიეს ოტაჟ, რომელიც შესრულებულია ქაღალდითა და ზეთის საღებავებით, აქტიურებდა თანამედროვეობისათვის მაღალბრიზანტულ პოზიციას, რომელშიც პოლიტიკური ხელოვნების თეორიული და სპეციფიური სქესობრივი მიმანიშნებლები იყო ჩაღვრილი. ტილოზე დაწებებული ქაღალდის ფენებს შორის დადებული იყო სქელი თეთრი ფერის პასტა, რომელიც შემდეგ გაბრტყელებულია და დაკაწრულია. ამას ზემოდან ადევს ფაიფურის მტვერი და ფერის ლაზური, ისე რომ იქმნება ციცარტყელასებრი ელვარება რაღაც უხეშ სიბრტყეზე. ასეთი დამუშავება გამოიხატებოდა ფუტრიეს მიერ აღქმული სხეულის ძალადობისა და ხურცის წამების მანიშნებლად. იაქვე მინდა აგეხსნათ, ვიდრე გავაგრძელებ საუბარს, რომ ოტაჟე ნიშნავს ტყვეებს. ამ თემას საფუძვლად ედებოდა სურათის შექმნის წლებში საფრანგეთში ადამიანთა ფაშისტური წამება და მათი განადგურება. ომის შემდგომ წლებში ამ დაბალი მასალების გამოყენება შეესაბამებოდა ომის ფიზიკურ მხარეს, როგორც საყვედური, როგორც წევლა ადამიანის სხეულის წამებისათვის და ადამიანის სხეულის მასალად დეგრადირებისათვის. ამიტომ აღარ არის გასაკვირი, რომ დუბუფესა და ფუტრიეს სურათების ასეთი დახასიათება სქესობრივ კონოტაციასაც წამოწევს წინ. ფრენსის პონჟე, ფრანგი პოეტი და ფენომენოლოგი, რომელიც მასალის წარმოშობის პრობლემებით ინტერესდებოდა, ფუტრიეს ტყვეებს, ფაშისტების მსხვერპლს ტრანსფორმირებას უკეთებდა ქალურად. ის წერს, რომ ფუტრიეს თავისი ტყვეები ისე აქვს შექმნილი, რომ თითოეული სურათი ჩვენ მამაკაცური საქმისკენ გვიბიძგებს და ეს არის ის, რასაც მე ამ მხატვრის ქალურ მხარეს ვუწოდებ. ციტატის დასასრული. და რომ ფუტრიე წარმოადგენს ქალურ და კატისებურ მხარეს ამ მხატვრობისას. მეტიც პონჟე მიდის კიდევ უფრო შორს, როდესაც მასალას ახასიათებს როგორც განსაკუთრებული სახის ექსკრემენტად, როგორც ცომისებ წებოვან ხრეშს. ასეთი დახასიათებით პონჟე უკავშირდება მასალისა და ფორმის სქესობრივ კლიშეებს და თითქოს ქმნის ესთეტიკის ოპოზიციას.